შავნავადას მებრძოლებმა თავისი სისხლით მოიპოვეს ბრძოლებში. ეს არის კავკასიელი კონფედერატთა დროშა, ჩეჩნების ბატალიონის დროშა, რუსლან გილაევის მიერ შემოყვანილი ქვედანაყოფები. აი ამ დროშით იყვნენ დარაზმული ქართული ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ ქართველებმა, კონკრეტულად შავნავადებმა, ერთ-ერთ ბრძოლაში დაამარცხეს ისინი და ეს დროშა ჩვენს ხელში დარჩა. და პირველი შავნავადებმა ეს დროშა ჩვენ გადმოგცეს, რომ შავნავათა ბატალიონის მებრძოლები აღზრდილი იყვნენ წანაპართა წარსულის ნაბიჯებზე ნიადაგზე. ეს კი ყველასათვის ცნობილი დროშა არის აფხაზთა დროშა. ესაც ბრძოლით არის მოპოვებული. აი ეს დროშა BMP-დან არის ჩამოხსნილი. ქვეთა საბრძოლო მანქანიდან, რომელიც ქართველებმა შავნავადებმა აუფეთქეს მათაც წაართვეს. ეს კი არის კაზაკთა დროშა. კაზაკთა დროშა. საფხულის პერიოდში მიმდინარე ოპერაციების დროს ჩვენ არაერთხელ წავწყობილ ვართ ისევ კაზაკებს ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლოდ წამოსულებს. 1993 წელი, სექტემბერი. დაიწყო მასიური შეტევა სოხუმზე. ქართული სამხედრო შენაერთები კვლავ დაიქსახსა. ნაწილმა სოხუმის დაცვის ნაცვლად 20 შეუდია. ეს იყო ხალატი. ეს ერთადერთი ბრძოლა